ქვემო ქართლის მხარეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და მერი კენან ომაროვი მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს შეხვდნენ და მოქალაქეთა საჭიროებები განიხილეს. სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მიიღეს საპროექტო წინადადებები. სოფლის საერთო კრებებზე შეირჩევა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული პროექტები. შვიდივე მუნიციპალიტეტში თითოეულ სოფელს გამოყოფილი აქვს თავისი ბიუჯეტი, ჩამორიგირებულება არის 4 მილიონ ლარზე მეტი. ძალიან კარგი პროგრამაა იმისთვის, რომ მოსახლეობა მაირჩიოს, მათთვის საჭირო პროექტი, რომლის განხორციელებასაც უკვე დაახსნილებას მუნიციპალიტეტი მოიყვანს სისრულეში. სოფელ დამეგორარში შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, განვიხილეთ ის საჭიროებები, რაც არსებობს აღნიშნულ სოფელში. შერჩეული იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მოგვარდება სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში მოსახლეობის მიერ არჩეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილია ცენტრალური ბიუჯეტიდან 1.222.000 ლარი და ამ შეხვედრებისთვის შექმნილია 3 სამუშაო ჯგუფი. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ჩვენ სოფელში იმყოფებიან მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ხელმძღვანელობა. ისინი ყოველთვის ყურადღებას აქცევენ ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულს და სხვადასხვა პროექტს გვთავაზობენ. დღესაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოვიდნენ და ერთობლივად ავარჩიეთ ის პროექტი, რაც ჩვენი სოფლის მოსახლეობას სჭირდებოდა.